მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს 4 შაბათია, საღამოს 8 საათი, 29 აპრილი. ეთერში ანალიზის დრო კონსტანტინე ჯაფარიძესთან ერთად ჩვენ კლუბ TV+-ის ეთერში ვართ. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება ჯანდაცვის ექსპერტი ბატონი აკაკი ზოიძე. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით კოტე. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით ტელემაყურებელს. მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოგზანდით ჩვენთან ტელევიზიაში. დღეს მთლიანად ჩვენ მთლიანად შევეხებით ჯანდაცვის სფეროს, მედიკამენტების ფასებს, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რომელიც როგორც გავრცელდა სრულ გამოძახებისთვის, ფასიანი გახდა სრულ გამოძახებაზე და გავიხილავთ ყველა იმ საჭირო როტო თემას, რაც მოსახლეობას აწუხებს, ასე ვთქვათ. მოკლედ, როგორ შეაფასებდით დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას? პროგრესი გვაქვს თუ უკვე სულ თქვენი გადმოსახედიდან? მოდი ესე ვთქვათ, გარკვეული მმართველობით პროგრესი გვაქვს, გარკვეული მმართველობით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა რჩება, რომელთა დროულად გადაწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, არა მხოლოდ მათი ჯანმრთელობის, არამედ მათი ჯიბესისთვის. რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც პაციენტი ყოველდღიურად აწყდება? ალბათ მაინც სამედიცინო მოხმარების ხარისხი და გარკვეული მმართველობით ფასები, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობა ფინანსური, იქნება ეს მედიკამენტები ქრონიკული ავადმყოფობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ჩამონათვალი მედიკამენტები დღეს უფასო აქვს ქრონიკული დაავადებების, როგორც არის ჰიპერტენზია, წნევა, ასე ვთქვათ, დიაბეტი, შაქრიანი ფილტვების დაავადებები, მაინც ეს ჩამონათვალი საკმაოდ თავდაბალია, ასე ვთქვათ, ძალიან მცირე მოკლე არის ჩამონათვალი, გაცილებით მეტი მედიკამენტები და იყოს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული, ან დაფინანსებული ადამიანებისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ჯანდაცვა, ანუ ეს პოლიკლინიკის ექიმი, ოჯახის ექიმი, რომელიც უნდა იყოს მთავარი პარტნიორი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათი ჯანმრთელობის, არა მხოლოდ პრობლემების მოგვარებაში, არამედ პირველ ყოვლისა შენარჩუნებაში და პრევენციაში ამ პრობლემების, ხომ ეს რგოლი სამწუხაროდ დღეს ვერ მუშაობს და საჭიროებს საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციას, როგორც ადამიანურ რესურსებში, ანუ მათი კვალიფიკაცია, გადამზადება, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, ასევე საჭიროებს პირდაპირ დაფინანსებას, ასე ვთქვათ, ხელფასების მომატებას, რათა არ იყოს, თქვათ, უკუღმართი მოტივაციები ექიმების თუ ექნების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ და არ ეყვნენ, თქვათ, ცდუნება იმისი, რომ ან ზედმეტი წამალი გამოუწერო, ან ზედმეტი გამოკვლევა დაუნიშნა, რომელიც კვლავ და კვლავ არღოს, ასე ვთქვათ, ჰიპოკრატეს ფიცის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელსაც ქვია არავნო, ხომ, ავადმყოფს და არავნო ხო ჯანმრთელობაზე არ არის საუბარი, არავნო მის არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ მის კეთილდღეობას და ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, ჯიბეს, იმიტომ რომ სიღარიბე და ცუდი ჯანმრთელობა ერთმანეთის სინონიმებია. ბატონო აკაკი, კერძო და სახელმწიფო სექტორის ბალანსი ვის მხარეს არის უპირატესობა? აი სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის სისტემისთვის, იმიტომ რომ უპირატესობა, რა თქმა უნდა, დღეს კერძო მხარეზეა, რადგან სიმძლავრეები, ინვესტიციები, ადამიანური რესურსები კვალიფიციური კერძო სექტორშია და დომინანტი არის პრაქტიკულად კერძო სექტორი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, რაც ისტორიული შეგვიძლია ვაკრიტიკოთ, რატომ მოხდა, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ამას შორს აგვიყვანს. მაგრამ ფაქტი დღეს სახეზეა, რომ 95% სიმძლავრეების, რომელიც თქვათ არის ეს დაწესებულებების, ავადმყოფოების განსაკუთრებით, არის კერძო მფლობელების ხელში და ამას სჭირდება სწორედ სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეგულირება იმისთვის, რომ ეს გადაიქცეს უპირატესობად ამ სისტემის და არა ნაკლად, როგორც ხშირ შემთხვევაში ეს გვევლინება, რადგან ბიზნესი და კერძო ბიზნესი ყოველთვის ესწრაფვის მოგებას. ხო, ეს ჩვეულებრივი მოვლენა, ამას საძრახისი არაფერია, პირიქით, ჩვენ გვინდა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, მათ შორის ჯანმრთელობის მმართველობით, მაგრამ ჯანმრთელობის ბაზრის თავისებურება ისაა, რომ ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული ჩავარდნა არის. ეკონომიკის სპეციფიკა არის ჯანმრთელობის ეკონომიკის ეს და ამ ჩავარდნებს სჭირდება შესაბამისი ადეკვატური რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც რეგულაციებით, ისე ზედამხედველობით და ამ რეგულაციებს აღსრულებით, რაც ამ შემთხვევაში მოიკოჭლებს და მე ეს მომენტია და მეორე აღმასრულებელი
რომელიც არის რეგულირების სააგენტო იქნება, სამინისტრო იქნება, ადგილობრივი ხელისუფლება იქნება, მათი მხრიდან შეძლებლობები ადამიანური რესურსების ხშირად შეზღუდულია, ვიღაცას ასე თქვათ საკმაოდ მაღალ კვალიფიციურ კაცს მოიზდა, ისი მე კერძო სექტორში შეიძლება ასევე გადაიბირონ უხეშად რო ვთქვათ, შესაბამისად ამას მუდმივად ჭირდება ადეკვატური განახლება, ჭირდება უფრო სხვა თვითრეგულაციის მექანიზმების ჩამოყალიბება, ასე რომლებიც მარტივად რო ვთქვათ, მომგებიანს გახდიან მორალურ ბიზნესს, უხეშად რო ვთქვათ რა. ანუ მორალურ ამ შემთხვევაში საუბარია ჯანმრთელობის სფეროზე როცა ვლაპარაკობთ რა, აქ საუბარია რა ყველა ბიზნესი რაღაცა მორალის და ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე პირველ რიგში, მაგრამ ეს ყველა ჩვენ ადამიანური საზოგადოების ნაწილი ვარ და ადამიანები პირველ რიგში მორალური და ეთიკური პრინციპებით უნდა მოქმედებდნენ, ისე როგორც არსებობს თელოსოფიაში ბიზნესის, ასე თქვა, სოციალური პასუხისმგებლობა, ეგრეთ წოდებული და ბევრი სხვა მომენტიც, რომელიც განაპირობებს იმას, რომ როდესაც შენ მოგებაზე ხარ ორიენტირებული, ეს მოგება არ უნდა იყოს ხისი ცრემლების, უბედურების და სისხლის ხარჯზე. ხო, ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება და ამისთვის საჭიროა სწორედ სახელმწიფო რეგულირება, რომ ცდუნებაც არ იყოს ასეთი არაეთიკური მეთოდებით, ასე თქვათ, მოგების მაქსიმიზაციის. ახლა მე ცოტა ფილოსოფიურის გამომივიდა, ახლა რეალობა ესა და ეს კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება, როგორ უნდა მეაღწიო ამას. ის უნდა იყოს სწორი мотиваციები უნდა იყოს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მეორებ, კარგი წარმოებული, რომელიც ადამიანის ინტერესებს და პაციენტის ინტერესებს იცავს, ბიზნესი უნდა იყოს დაჯილდოებული უკეთესი ხელსაყრელი კონკურენტული პირობების შექმნით და შესაბამისად უფრო მეტი მოგებით, ვიდრე ის ბიზნესი, რომელიც სხვისი, ასე ვთქვათ, არ მომსახურების ზედმეტად მიწოდების ან არ მიწოდების ხარჯზე აკეთებს ამას. ბატონო კაკი, და რატომ არის საქართველოში მკურნალობა, ასე ვთქვათ, ხშირად ძალიან ძვირი, ვიდრე თურქეთში? ახლა როგორც ვთქვათ ესე, ეხლა შეიძლება შევადაროთ, კი, შეიძლება თურქეთში რაღაცა უფრო ძვირი ღირს, უფრო ზოგიერთი რაღაცა უფრო იაფი ღირს. ასევე როგორც ბევრი მიმართულება მედიკამენტებიდან დაწყებული თან საოპერაციო ჩარევით და სხვა, შეიძლება ჩვენთან უფრო ხელმისაწვდომი იყოს, ვიდრე თურქეთში ან მით უმეტეს ევროპაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე როცა საუბრობთ. მაგრამ ეს დისბალანსი ხშირად ხო გამოწეულია შესაძლოა იმითაც რომ არ ვიცი ახლა ვთქვათ ახლა კარდიოქირურგიულ ოპერაციებზე ვერ ვიტყოდი რომ უფრო ძვირია ვიდრე თურქეთში ან ახლა ონკოლოგიური ჩარევებიც ასევე გააჩნია რომელ ჩარევებზე საუბრობ დიაგნოსტიკური ჩარევები შეიძლება ვიდეო მე უფრო ვიტყოდი რომ უფრო ძვირი კი არ არის არამედ უფრო ხარისხიანია სამწუხაროდ ჯერ კიდევ გარკვეული მიმართულებით არა ყველა მიმართულებით მაგრამ გარკვეული მიმართულებით უფრო ხარისხიანი არის ის მომსახურება და უფრო საიმედო და სანდო არის ჩვენი პაციენტებისთვის სამწუხაროდ ხაზს უსვავ რომ ის მომსახურება რომელსაც აწვდიან თურქეთში თუ ევროპაში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაგებია იქ მაგრამ თურქეთს მაინც შეგვიძლია რომ ჩვენ დავეწიოთ და ასე ვთქვათ შევძლოთ რომ ასობით ადამიანი არ მინდიოდეს ყოველთვიურად თურქეთში სამკურნალოდ ისეთი ასე ვთქვათ პრობლემების მოსაგვარებლად რომელთა მოგვარება ადგილზე შეუძლებელია ხო მე მახსოვს იყო ასეთი წლების წინ ნებისმიერ კარდიოლოგიურ პრობლემაზეც მიდიოდნენ თურქეთში მაგრამ დღეს ეს აღარ არის ხო პირიქით ჩვენთან ჩამოდიან სხვა ქვეყნებიდან იმიტომ რომ ჩვენთან გამithარდა ეს დარგი ინვესტიცია ჩაიდო ადამიანური რესურსები საკმაოდ ბევრი ვარსკვლავი ყავს ასე ვთქვათ ამ კუთხით მაგრამ ვთქვათ იგივე ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში სამწუხაროდ ძალიან ბევრი მიდის ყავს თურქეთში ახლა ჩვენთან ჩამოდიან პლასტიკური ოპერაციების და სტომატოლოგიის გამო იმიტომ რომ სწორედ ფასის და ხარისხის შეთანხმება ამ შემთხვევაში ჩვენ სასარგებლოთანე მაგრამ აი ეს ყველაფერი ალბათ უფრო მიზანმიმართულ ჩარევას საჭიროებს იმისთვის რომ აი თქვენ რა კითხვასაც ვაოთ ხო რატო არ უფრო ძვირი უფრო ვიტყოდი რომ ფასი ხარისხის შეთანხმება და სანდოობის კომბინაცია არის არა ჩვენ სასარგებლოდ ბევრი მიმართულებით ჯერ კიდევ რა ანუ იმავე ფასად შეიძლება რომ საიმედო მომსახურება მიიღო საიმედო დახმარება მიიღო თურქეთში ან ევროპაში ვიდრე ჩვენთან იმიტომ რომ სანდოობა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ერთხელ მეორე ყველა დარგში არა გარკვეული მიმართულებით სამწუხაროდ ჯერ კიდევ მოიკოჭლებს ჩვენ ქართული სამედიცინის მიმართ
ესე იგი მაინც ხარისხამდე მივდივართ. ხარისხი აქვს ალბათ. ხარისხი ფასის შეთანხმება, შეხამება, ანუ კომბინაცია არის თავი მომენტი და პირველ რიგში უსაფრთხოება პაციენტის და ხარისხი და სანდოობა იმიტომ ექიმს თუ არ ენდობი ხო რეალურად ძალიან ბევრი არის შემთხვევები ზოგიერთი რა თქმა უნდა ტყუილია მაგრამ ბევრი სწორი არის რომ თქვა ცრუ დიაგნოზი ან გადაჭარბებული დიაგნოზი სწორედ ამ უკუღმართი мотиваციების გამო დაუშვიათ აქ დიაგნოზი რომელიც არ გამართლებულა როცა მე ადამიანი წასულა სხვაგან ხომ თუმცა ეგ შემთხვევებიც ვიცი რომ თურქეთში ჩავიდნენ და იქ დაუსვეს ონკოლოგიური დიაგნოზი და სიამბულეში მე ეს ონკოლოგიური დიაგნოზი არ ყოფილა, იმიტომ რომ იქაც გააჩნია სად მიდიხარ, ვისთან მიდიხარ, რამდენ საიმედო კლინიკაში მიდიხარ. იქაც ესე არ არის, რომ თურქი თუ არის, ამიტომ ან თურქეთის კლინიკა თუ არის, ამიტომ ავტომატურად მაღალი ხარისხის და სანდო მომსახურებაზე შეიძლება იყოს საუბარი დახმარებაზე ან დიაგნოზზე. აქაც ბევრი აქაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა არის ეს თუ პროფესორი და ექიმი ვინ არის და რამდენი პუბლიკაცია აქვს. ანუ მტკიცებულებს დაფუძნებული მედიცინა დღეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი და სანდოობა პაციენტის მხრიდან და ასე ვთქვათ სწორი გარემოს უზრუნველყოფა რომ ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფინანსურად იქნება თუ ფიზიკურად სიცოცხლისათვის საჭირო ან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საჭირო ძირითადი მომსახურება ხარისხიანი აი ეს არის ძირითადი ამოცანა იმისა რასაც ქვია ჯანმრთელობის სფერო. ბატონო კაკი, გადაცემის დასაწყისში ვახსენე რომ ცრუ გამოძახება სასწრაფოს გახდა ფასიანი. რა მიიყვანა სახელმწიფო ამ ზომამდე რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო? მე როგორც ვიცი ხა დაწურებით არ ვიცნობ ბოლო მონაცემებს, მაგრამ ნუ თავის დროზე რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო აუდიტმა ჩაატარა ასე ვთქვათ შეფასება რა ხდება სასწრაფო სამედიცინო სფეროში. მაშინ საკმაოდ მაშინ პარლამენტში გახდით ჯერ კიდევ და თქვა ჩვენ აუდიტი, სახელმწიფო აუდიტი არის პარლამენტის ორგანო და შესაბამისად მოვისმინეთ ეს ანგარი საკმაოდ რთული სურათი იყო. ეხლა მე არ ვიცი ის ბევრი მანქანა შეისყიდეს კი, მაგრამ მანქანები არ ეყოფა თუ როდესაც გამოძახება არის უფასო, ხშირ შემთხვევაში ხდება ისე რომ ჭირდება არ ჭირდება კოვიდის დროს გასაგებია ძალიან ძიმე ტვირთი იყო მაშინ და კოვიდის დროს გამოძახებებს ვერ აუდიოდა სასწრაფო დახმარება ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ დღეს კოვიდის პანდემია არ არის და მაინც პრობლემაა, იმიტომ რომ აი რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ სრულ გამოძახებები, რომელიც ხშირად ელემენტარულად, იმიტომ რომ თქვა ის ადამიანს ან იმის გამო რომ პოლიკლინიკაში მისასვლელად მას იცის რომ რაღაც ფულს გადახდა უწევს, იმიტომ რომ პენსიონერების შეიძლება უფასოა, მაგრამ არა ყველაფერი. თქვა იგივე ზოგ შემთხვევაში ფიზიკური პრობლემა არის მისვლის და იმიტომ რომ სახში ახლა ექიმები მათ შორის თქვა აი პირველ ჯანდაცვის რგოლის ჩავარდნა, ამას გულისხმობს მე რო თქვი რომ პირველ ჯანდაცვის სანამ არ ამუშავდება ეფექტიანად, ხო? სასწრაფო დახმარებაზე არა მაძომიერი ტვირთი იქნება, არათანაბარი ტვირთი იქნება. და ყველა მისწავლა უკვე რომ თუნდაც ძალიან სიცხის გასაზომად, წნევის გასაზომად შეიძლება გამოიძახონ სასწრაფო და ბევრმა ისწავლა რომ თუ ეტყვია რომ გულის შეტევა მაქვს, ანუ სიმპტომებს თუ აღუწევენ რომ გულის შეტევის, იციან რომ ამ შემთხვევაში ვალდებულია რომ სასწრაფო აუცილებლად მივიდეს. ანუ კი გამოკითხვის ალგორითმი არსებობს ოპერატორის მიერ, რომელიც ცდილობს რომ თავიდან აიცილოს ესე ვთქვათ ისეთი გამოძახება, რომელიც არ არის სასწრაფო, ხო რეალურად. ან დაგვიანებით ან პირველ რიგში თქვათ იქ გააგზავნოს ბრიგადა, სადაც გულის შეტევა ყველა სოფლიოში ითვლება შეტევის ნიშნები და ესე ითვლება ყველაზე უფრო სასწრაფო გამოძახებად. ანუ პირველ რიგში იქ უნდა მივიდეს ასე ვთქვათ ბრიგადა. არსებობს ეგრეთ წოდებული ოქროს შუალედი, ანუ ოქროს სტანდარტი სასწრაფოებისთვის, რომელიც არის თუ ეს გულის შეტევა და ეს არის რომ სადღაც 15 წუთი არის მაქსიმუმ 7-დან 15 წუთამდე არის ასე ვთქვათ გამოძახების დრო, როცა ბრიგადა უნდა მივიდეს თუ გულის შეტევას გვაქვს საუბარი, ხო? როდესაც გამოძახება ძალიან ბევრია, არა ასე ვთქვათ სასწრაფო ესე დავარქვათ მიზეზებით, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვერ ახერხებს. რაც უნდა დაამატო ბრიგადები, რაც უნდა დაამატო მანქანები, მოთხოვნა ამ შემთხვევაში გაცილებით აჭარბებს მიწოდებას და გაფილტრა იმისი რომ თქვათ ეს სულ გამოძახება არის თუ არ არის, ეს მართლა სასწრაფო არის თუ არ არის სასწრაფო, შეიძლება რამდენი საათი მიხვიდე
მაშინ როდესაც ეს აუდიტმა ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ იმის გამო, რომ დატვირთვა იყო ძალიან მაღალი, იმიტომ რომ გამოძახებების, სადღაც 50-60% ხშირად არასასწრაფო გამოძახებებია რეალურად, მაგრამ გაფილტრო ამ არასასწრაფო გამოძახებებს მხოლოდ ალგორითმით არ ხერხდება. ერთ-ერთი მეთოდი ალბათ ესეც არის, რომ თუ აღმოჩნდა, რომ ადგილზე რომ მივა უკვე ბრიგადა, ეს იყო ასე თქვა სრულ გამოძახება, ამ შემთხვევაში ახდევენ ხო როგორ მე ესე მივხვდი ხო ამაზე ლაპარაკი და არა წინასწარ კი არ ეუბნებიან რომ ეს იქნება ფასიანი, არამედ თუ აღმოჩნდა რომ მოიტყვა ასე თქვა პაციენტმა, ხა საუბარი იმაზე არის, ხა თუ მიხვედი და იმედი მაქვს რომ ესეთ რამე არ მოხდება, რომ მართლა ადამიანს შეიძლება კონდეს ყველა გულის შეტევის ნიშანი და მივიდეს იქ და არ იყოს თქვა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ისე თქვა წავე უკმარისობა გულის, მაგრამ მაინც ასე თქვა ამ შემთხვევაში არ მოხდება რომ ავტომატურად თუ არ დაგიდგინდა მაინდა-მაინც ძალიან ძიმე დიაგნოზი ეგრევე ფულს გადაგახტევინან. ალბათ ესეთ რამე არ მოხდება და ეს უფრო დეტალები უნდა ვიცოდეთ როგორ იქნება ეს პროცესი უზრუნველყოფილი. ბატონო აკაკი, რამდენად ეფექტურია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? ხო, საყოველთაო ჯანდაცვის სახელი ძალიან კარგია და ზოგადად გვინდა რომ და ფართოვდება პერიოდულად ხოლმე, მაგრამ საყოველთაო ბაგნი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის, რა თქმა უნდა. კი, შეიძლება 90%-მდე ჩვენი მოქალაქეების რაღაც გარკვეულ შეღავაც იღებს ამ პროგრამიდან. ოღონდ არათანაბრად, რა თქმა უნდა, თქვა სოციალურ დაუცველებისთვის, პენსიონერებისთვის, ყველაზე უფრო 5 წლამდე ბავშვებისთვის ყველაზე უფრო მეტი შეღავათი არის ამ პროგრამით გათვალისწინებული, მაგრამ დანარჩენი მოქალაქეებისთვის და კიდე არის გარკვეული ჯგუფები მცირე, მაგრამ დანარჩენი მოქალაქეებისთვის თქვა სასწრაფო და გადაუდებელი არა მხოლოდ სასწრაფო მანქანებს არ გულისხმობ, გადაუდებელი დახმარება ძირითადში შედარებით სუბსიდირებული, იცით, ბოლომდე არა, თანაგადახდა არ გათვალისწინებული. კარგია, რომ DRG შემოსვლასთან ერთად თანაგადახდის რაოდენობა შემცირდა და 1500 ლარზე მეტი არ არის, თქვა ძირითადი მომსახურების მიხედვით. 10-დან 30-0-დან 30%-მდე, 10-დან 30%-მდე თანაგადახდა, მაგრამ 1500 ლარი დაისვა როგორც ზღვარი. უმეტეს ასე ვთქვათ ჩარევებთან ემართებაში, მაგრამ მაინც არ არის ეს, ბევრი ადამიანისთვის 1500 ლარი ხელმისაწვდომი არის. გარდა ამისა, ლიმიტებია წლიური, ქრონიკული ავადმყოფების, როგორც გითხარით, მედიკამენტები ძალიან დიდი პრობლემაა და საყოველთაო ჯანდაცვა ძალიან მცირე მოცულობით ფარავს ამ მედიკამენტებს, ჩამონათვალს გულისხმობ, ასევე იმ ჯგუფისთვის, რომელიც თქვა პენსიონერები, სოციალურ დაუცველები არიან, დანარჩენებისთვის ქრონიკული ავადმყოფი, მაგრამ ხელმისაწვდომი ეს მედიკამენტი უფასოდ მაინც არ არის. ანუ ეს ყველაზე დიდი პრობლემა არის და ეგრეთ წოდებული კატასტროფული დანახარჯები სწორედ აი ამ ასე ვთქვათ კატეგორიის მოქალაქეებს აქვთ, ანუ ვინც არიან ქრონიკული ავადმყოფები და შესაბამისად ეს პროგრამა მოიცავს თითქოს 90%-მდე მოქალაქეებს, მაგრამ მისი დაფარვის სიღრმე არის ძალიან ასე ვთქვათ არ არის ღრმა, ასე ვთქვათ, დაფარვა და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ გაფართოვდეს განსაკუთრებით სოციალურ დაუცველებისთვის, ღარიბი მოქალაქეებისთვის, გაფართოვდეს ის შეღავათები, რომელიც საყოველთაო პროგრამით არის გათვალისწინებული და არა მხოლოდ ღარიბებისთვის, არამედ ბევრი ეგრეთ წოდებული შედარებით შეძლებული ან საშუალო ფენის ადამიანისთვისაც გარკვეული თუ სამედიცინო პრობლემა შეხვდა ისეთ, რომელიც თქვა არის ტრავმა იქნება, ეს თქვა ავარიის შედეგად, ან ისეთი მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის მოულოდნელი, პრაქტიკულად კატასტროფის ტოლფასი იქნება, იმიტომ რომ საყოველთაო არ უფარავს, კერძო დაზღვევა მას არ აქვს და ჩავარდნილია ისეთ სიტუაციაში, როდესაც ყველაფრის გაყიდვა მოუწევს ესეთ ცეცხლების აღება, რომელსაც აუცილებლად სიღარიბეში გადაიყვანს და ეს საკმაოდ მაღალია, ობიექტური მონაცემებით 20%-მდე არის ეგრეთ წოდებული კატასტროფული დანახარჯების მქონე მოსახლეობის ნაწილი. ანუ ყოველ მეხუთე ადამიანს ძირითადად წამლების გამო, მაგრამ ასევე სხვა გადაუდებელი ჩარევების გამო აქვს დანახარჯები, რომელიც აღემატება მისი დისკრეციული შემოსავლების 40%-ს. ანუ ეს იგულისხმება შემოსავლი, რომელიც რჩება პირველი მოხმარების საკვები კალათის, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილების მერე. ანუ ყვების მერე რო იყიდის, იმის მთელი ფული თითქმის მერე ეხარჯება ჯანმრთელობაში, რაც ნიშნავს, რომ განათლებაში,
სხვა ასე ვთქვათ აუცილებელი სამეურნეო დანახარჯებში ასე ვთქვათ გათბობა, რა ვიცი, ის პირველადი საჭიროების მქონე დანახარჯების, პირველ საჭიროების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი დანახარჯების გაწევას ვეღარ ახერხებს, რაც მე იწვევს ასეთ მანკიერ წრეს, სესხის აღება, სესხი მე თავისი პრობლემაა და ასე შემდეგ. პროცენტები ემატება და ძალიან შეიძლება სულ დაკარგოს ტელეფონება ბაზარი. ასე რომ წამლები, გაფართოება საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის გაფართოება, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მომენტი და პირველად ჯანდაცვის სისტემის მოგვარება, ისე რომ ადამიანებს არ უწევდეთ საცრაფოს გამოძახება და მე ამ სასწრაფოს გამოძახების გამო მე ფულის გადახდა თუ იმიტომ რომ ის შეიძლება ცრუ ხა ცოტა ისეთი სიტყვა არის და ადამიანს აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემა უბრალოდ უნდა რომ სასწრაფო მოვიდეს მასთან მაგრამ ამისთვის რაღაც შემოქმედებით მიდგომასა ვიღაც მეზობელი ეტყვის რომ უნდა უთხრა რომ გულით ტყია და მაშინ მოვლენ ისე არ მოვლენ ხო მაგრამ ამ ადამიანს მართლა აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ჭირდება რომ ექიმი დაეხმაროს ერთთან დაეხმაროს რჩევა მიიღოს კვალიფიციური ეს არის სწორედ პირველ ჯანდაცვის ამოცანა ოჯახის ექიმის ამოცანა ოჯახის ექიმის ამოცანა და ამ რგოლის გაძლიერება სრული დაფინანსება ის რომ უფასო იყოს ყველა ის აუცილებელი დიაგნოსტიკაც ასევე ანალიზები აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბატონო გაკი, თქვენ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხართ ნაყოფი. მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ, რატომ არის საქართველოში წამლები ბევრად ძვირი ვიდრე ევროპაში? ხო, ეს კაი კითხვაა და რა ვიცი ხა ამ ეტაპზე ჩვენ თავის დროზე ქონდა მოკვლევა ჩატარებული წლების წინ, იმ მოკვლევიდან ის რეკომენდაციები, რაც დაიდო პარლამენტის კომიტეტში მაშინ რა, ანუ რატო იყო ფასები, ეხლა რა ავტარებენ ასე რაღაც მოკვლევას და არ ვიცი იმის შედეგი რა იქნება და რა იყო. მაშინ დაიდო ძალიან კონკრეტული რეკომენდაცია, რომელთა ნაწილი განხორციელდა, ეს იყო რეფერენტული ფასების შემოღება, რომელსაც ამ შემთხვევაში გარკვეული ეფექტი უკვე ჰქონდა. ანუ თუ ადრე იყო რაღაც 1000%-იანი ფასნამატი ასე ვთქვათ, საბითუმო და საცალო ფას შორის, თუ იყო ასე ვთქვათ, გარკვეული დასახელების მედიკამენტები, ну რა გითხრათ, ევროპულზე და ევროპაში და ყველაზე უფრო ძვირიან ქვეყნებში შვეიცარია თქვათ მაგალითად ან ამერიკის შეერთებული შტატები მათზე გაცილებით ძვირი დღეს ესენი თქვათ ეს მაინც არა თუმცა მაინც რჩება გარკვეული პოზიციები სადაც ეს პრობლემატურია და მხოლოდ რეფერენტული ფასებით ამის მოგვარება ან იგივე თურქეთის ბაზარი გაიხსნა ის ეფექტი დროთა განმავლობაში შედარებით შემცირდა უკვე, იმიტომ რომ იქაც თურქეთშიც გაძვირდა ერთ ლუქსი ეს თემა, მაგრამ ამის გარდა მოხდა ასე ვთქვათ გადალაგება ბაზრის ამ კუთხით და კიდევ ერთხელ მე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ არა მხოლოდ ფასები ჩვენთან პრობლემა არის ამის გარდა ზედმეტი წამლის გამოწერა. ანუ ეს ორივე პრობლემა არის მოსაგვარებელი, ეს ელექტრონული რეცეპტურის რომელიც ფორმალურად შემოღებულია, რეალურად არ მუშაობს. ამის რეალური ამუშავების გარეშე ძალიან რთული იქნება ეს ერთი და მეორე, როგორც უკვე თქვით, აუცილებელია რომ სახელმწიფომ გააფართოვოს დაფინანსება, ჩამონათვალი იმ მედიკამენტების, რომელიც ქრონიკული ავადმყოფობის, ანუ იმ ადამიანს ყოველდღე ჭირდება ამ წამლის ყიდვა. მისთვის ეს სულ სხვა თემა, როცა შენ გჭირდება ერთჯერად რაღაც წამალი იყიდო, რაც არ უნდა მაღალი ფასი ჰქონდეს და მეორე რომ ადამიანს ჭირდება თავის დაავადების სამკურნალოდ ყოველდღიურად იყიდოს წამალი, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული. აი ეს არის ის ძალიან გამაღარებებელი დანახარჯის მიზეზი ასაკოვანი ადამიანებისთვის, იმ ადამიანებსაც რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს და ასეთი ასაკში სამწუხაროდ საკმაოდ ბევრია, ვინც ასაკში შედის, საპენსიო ასაკის არის. აი მათთვის ამ პრობლემის მოგვარება. ისევე როგორც მეორე მხარე, ასევე იშვიათი დაავადებების კურნალობა, რომელთა ძალიან ძვირად ღირებული ონკოლოგიური დაავადებიდან დაწყებული, თქვათ, იშვიათი დაავადების კურნალობით, სადაც ასევე რაღაცა გარკვეული გაფართოება პაკეტის ხდება, მაგრამ ქრონიკული ავადმყოფობისთვის აი ამ პაკეტის გაფართოება არის საცოცხლოდ აუცილებელი. მინდა მოვიყვანო თქვენთან ერთი მაგალითი, ჩემს ძალიან ახლო მეგობარს დაჭირდა წამლები, ქონდა გარკვეული პრობლემები. საქართველოში ის წამლები, რომელიც უჯდებოდა 300 ლარამდე, გადავიდა თურქეთში, ქემალ-ფაშაში და იქ დაუჯდა 30 ლარი. აი ამაზე რო ვისაუბროთ. ხო, ну, აუცი ეს ადრე უფრო ხშირად ხდებოდა, იმის მერე გარკვეულწილად შეიცვალა კიდევ ერთხელ მეორე ხა. მაგრამ აქ არის პრობლემა ერთი, რომ თქვათ, იგივე ჩვენ როცა ელექტრონულ რეცეპტურაზე საუბრობთ, ჩვენ როცა საუბრობთ, თქვათ, რეფერენტული ფასების
აღსრულების ზედამხედველობას. ან რეფერენტულ ფაზაში რას ნიშნავს, რომ ჩვენთან არის ხდება 5 ქვეყნის გამოკვლევა, რომელშიც ფასები შედარებით შესაძარია ეს ქვეყნები ჩვენთან და ამ ფასების მიხედვით დგინდება ზღვრული ფასი, რომელიც ზემოთაც არ შეიძლება რომ აფთიაქში ღირდეს წამალი. მაგრამ რამდენად ხდება ამის აღსრულება და მიყოლა ამისი, ასე ვთქვათ, კონტროლი, რომ რეალურად ესე ხდებოდეს, ეს თემა მე არ მინახავს ანგარიში ამის თაობაზე რა, იმიტომ რომ მე ეჭვი მაქვს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ასე ვთქვათ, არ ღვევენ ამ რეფერენტული ფასების ზღვარს, ან ხელოვნურად ხდება დეფიციტის შექმნა და მე რაღაცნაირად ცდილობენ რომ მოუმატონ ამა თუ იმ პოზიციაზე პასი, მაგრამ ეს მაგალითად ძალიან ხშირი იყო, აი ეს რასაც თქვენ აღწერთ, რამდენიმე წელი სანამ რეფერენტულ ფასებს შემოვიღებდით ესეთი თემა, მაგრამ ეხლა ჩემი აზრით ესეთი დრამატული განსხვავება რეალურად არ არის, თუ რაღაც სპეციფიურ წამალზე არ არის საუბარი. გამიგეთ, იმიტომ რომ ზოგიერთ წამალზე ჩვენთან ხელოვნური დეფიციტი შეიქმნა, მე რაღაც ფასს უფრო ზედმეტ სადებენ და შეიძლება რომ თქვა ეს მომენტი იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორებ, გამოსავალი აქ არის ეს კომპლექსური მეთოდები, ხო? ერთი რომ რას უკვე გაქვს რეგულაციების აღსრულებაზე იზრუნო, ანუ ელექტრონული რეცეპტი და რეფერენტული ფასები და მეორე გააფართოო სუბსიდირება იმ მედიკამენტების, რომლებიც საცოცხლოდ აუცილებელია, აი თქვენი მეგობრის შემთხვევა იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა შემთხვევა. ახლა წარმოვიდგინეთ, რამხელა შეღავათია, როცა რეფერენტული ფასის შემთხვევაში სწორედ ის 300 $30 ხდება, ხო? ანუ სადღაც 10 მაგი ის არის, ხო? ახლა მაგალითად ყველა პოზიციაზე მასეთი მოგება ვერ იქნება, მასეთი მოგება ჩადებული ნამდვილად არ არის ამ შემთხვევაში. ზუსტად ის წამლები, რაც საქართველოში ჭირდებოდა 300 ლარი დაუჯდა და ღემალფაშაში თურქეთში 30 ლარები კი, ზუსტად ის. მაგრამ იქ თუ არის სუბსიდირებული ქვეყნის მიერ, მაშინ იქ შეიძლება საერთო ფასოთ. იქ ყურე თურქეთი ჯერ ისევ უფრო დიდი ბაზარია. მეორე თუ ის წამალი თურქეთიდან არ არის შემოტანილი და თურქეთში წამალი ხო აქ თუ არის შემოტანილი, მაშინ იგივე ფასი რაც თითქმის თურქეთში იყო რა. ანუ ეს დიდი განსხვავება უკვე აღარ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე ეს შეიძლება რაღაც გარკვეულ პოზიციაზე, მაგრამ მასობრივად ეგ თემა აღარ არის. ადრე მასობრივი იყო, რომ პრაქტიკულად ყველა წამალი ღირდა 3-ჯერ, 2-ჯერ, რა ვიცი 30-50 ან 80%-ით უფრო იაფი თურქეთში ვიდრე ჩვენთან. ნუ გასაგებია ეგ სხვა მიზეზებიც იყო, იმიტომ რომ თურქეთი დიდი ქვეყანაა, 80 მილიონიანი ფარმაცევტული კომპანიები წამას გააჩნია. მე ხვდით, მიდიან მოლაპარაკებას და თურქეთის ბაზარზე აწვდიან იმას გაცელებთ რო იაფად, ვიდრე საქართველოს 5 მილიონიანი, 3 მილიონიანი ბაზარია და რეალურად არავინ არ არის, ასე ვთქვათ, დაინტერესებული რომ რაღაც სპეციალური მოლაპარაკება და ფასი შესთავაზოს. თუმცა ესეთი მიმართულებითაც ონკოლოგიურ წამლებზე ესეთი მოლაპარაკება პირდაპირ თქვათ რამდენიმე დიდ ფარმაცევტულ კომპანიასთან მოხდა და ფასი საკმაოდ ჩამოვიდა და ჩვენ თქვათ ხელმისაწვდომობა სახელმწიფომ შემოიტანა რაღაც გარკვეული თქვათ იმუნოთერაპიის პრეპარატები და ქიმიოთერაპიის, რომლებიც მანამდე 10-ჯერ უფრო ძვირი ღირდა ვიდრე მას შემდეგ, რაც ეს მოლაპარაკება პირდაპირ მოლაპარაკებით ამ კომპანიებთან მოხერხდა და ჩვენ ბაზარზე და შემოტანილი. და ძალიან კარგი რომ ონკოლოგიური ავადმყოფობისთვის დღეს ლიმიტები მოხსნილია წამლების მიმართულებით. რა, თუმცა არა ყველა იმ წამალზე, რომელსაც ხმარობენ იგივე ონკოლოგიური პაციენტები და ამის გამო ისე თურქეთში უწევს წასვლა. თუმცა იქაც არ არის იაფი მინდა გითხრათ ახლა. ნუ ჩემ მეგობარს შემიძლია გითხრათ მაგალითი რომ რომელიც ონკოლოგიურ დიაგნოზი ქონდა თურქეთში საკმაოდ ძვირი დაუჯდა ის მედიკამენტი იგივე თითქმის რაც აქ იყო, იმიტომ რომ მაგრამ მე აქ უკვე მე როცა შევიდა ეს სუბსიდირებული მედიკამენტების სიაში უკვე ეს პრობლემა მოეხსნა, იმიტომ რომ იქ თურქეთში თურქ მოქალაქეებს სახელმწიფო ფინანსებდა და შესაბამისად მათთვის იმ $4,000 გადახდა იმ ერთ გადასხმაში არ იყო ესეთი პრობლემა და აქ კიდევ ადამიანი იხდიდა თავის ჯიბიდან და ეს პრობლემა სულ რაღაც, ნუ ეხლა ხან მოგვარდა 2024 წელს, როდესაც ბოლოს 25 წელს, როდესაც მოიხსნა ლიმიტები ამ იმაზე, მაგრამ ბოლომდე მოგვარებული ეს არის, იმიტომ რომ არის მაინც შეზღუდული ჩამონათვალი, რომელთა ანაზღაურებაც ხდება ამ პროგრამის მეშვეობით. ბატონო აკაკი, როგორ შეცვლის ტექნოლოგია მედიცინას უახლოეს წლებში თქვენი აზრით? ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება ალბათ და პირველ რიგში ალბათ ხელოვნური ინტელექტი. საერთოდ მედიცინა არის ყველაზე უფრო განვითარებადი, ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია. ალბათ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან ერთად, როცა ამის კომბინაცია ხდება ხელოვნური ინტელექტი და ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგი, ხო, სადაც არის
ახალი წამლები, ახალი ტექნოლოგიები, დიაგნოსტიკური თუ ჩარევის და ქირურგიული თუ სხვა კურნალობის ტექნოლოგიები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარიდება ამაში თუ ტრილიონობით არა და უზარმაზარი, ასე ვთქვათ, გარღვევები ხდება, მაგრამ განსაკუთრებით გენეტიკური თერაპიის, ვთქვათ, მიმართულებით და ბევრი სხვა მიმართულებით, რომელიც ასე ვთქვათ, ძალიან პერსპექტიული არის ზოგადად და ხელოვნური ინტელექტისთან კომბინირება აი ამ გარღვევების სამეცნიეროსი ალბათ 10-15 წელიწადში რევოლუციური ცვლილებები იქნება უკვე და მეცაც გეტყვი ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული სპეციალობებს ჩაანაცვლებს თლიანად ადამიანს გარკვეული სპეციალობების მიხედვით ხელოვნური ინტელექტი, თუმცა ბოლომდე ექიმების ჩაანაცვლება უახლოესი თვალსაჩინოში არ მგონია რომ მოხდეს, რადგან ეგ მაინც მედიცინა რჩება ხელოვნების და მეცნიერების კომბინაცია და მაინც სჭირდება შემოქმედებითი აზროვნება. ეხლა რამდენად ხელოვნური ინტელექტი გაუტოლდება ადამიანის შემოქმედებითი აზროვნებით, ამაზე ჯერ მე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ დღესდღეობით ჭეშმარიტი ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდე არ არსებობს, ხო, რომელსაც ჯერ მაინც სწორედ ამიტომ ეძახიან, ასე ვთქვათ, ენის დიდი, ესე იგი, დიდ ენის მოდელებს ეძახიან, ხო, language models და არა ჭეშმარიტ ხელოვნურ ინტელექტს. შეიძლება ტიურინგის ტესტი გაიარონ, რომელიც ერთ-ერთი მიღებული ტესტი იყო იმისთვის, რომ გაგესაზღვრა შენ ჭეშმარიტად აზროვნებს თუ არა კომპიუტერი თუ ხელოვნური ინტელექტი, თუ არ აზროვნებს და უბრალოდ იმიტაციას აკეთებს. დღესდღეობით მაინც იმიტაცია არის, თუმცა შორს არის ის დრო, რომ შეიძლება რეალურად მოხდეს, ასე ვთქვათ, სწორედ ხელოვნური ინტელექტის განვითარება, რომელსაც თავის რისკებიც გააჩნია, ასე არა მხოლოდ პოზიტიური ნაწილი და შესაბამისად ეს რისკები მედიცინაში არსებობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემა არის, რომ ავტომატურად მათ არ დაუჯეროთ ხელოვნურ ინტელექტს, როდესაც ხა ბევრია, მეც კი ChatGPT-ს ვეკითხები ხშირად სამეცნიერო პრობლემებთან მართებაში. მაგრამ პირდაპირ და გაუფილტრავად იმ, ასე ვთქვათ, რჩევის მიღება, რომელიც იქ არის, ძალიან კვალიფიცირებული შემთხვევაში. განსაკუთრებით დიფერენციალური დიაგნოზის კუთხით და ასე შემდეგ. არ შეიძლება, მაგრამ უკვე არსებობს, ვთქვათ, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მოდელები, რომლებსაც მხოლოდ იმ წყაროებიდან იღებენ ინფორმაციას, რომელიც სანდოა და მეცნიერულად დამტკიცებულია და აი მეცნიერულ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული. აი ესეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დიაგნოსტიკაში და ექიმებსაც კი შეუძლიათ და ასევე პაციენტებს იმისათვის და ხშირ შემთხვევაში ეს გადაჭრის კიდე პრობლემებს, რაც ფინანსური ხელმისაწვდომების იქნება თუ სასწრაფო გამოძახეების ზედმეტი რომ აღარ მოხდეს, ხო? არ ვიცი ხა. იცით რა, პერსპექტივები ერთი მხრივ ძალიან მიმზიდველია, მაგრამ მეორე მხრივ რისკები ძალიან მაღალია, რომ ბოლომდე შეიძლება, ასე ვთქვათ, ამან ახალი პრობლემები გააჩინოს, არა მხოლოდ უმუშევრობის კუთხით, ექიმების და სამეცნიერო პერსონალის, არამედ პირველ ყოვლისა პაციენტების უსაფრთხოების კუთხით. ბატონო აკაკი, მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი პასუხი ამ კითხვასთან დაკავშირებით. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, პაციენტი თუ კლინიკის მოგება? ნუ ახლა ზოგადად ადამიანი და სიცოცხლე მთავარი რა ის კლინიკის მოგება, მაგრამ ახლა იმ კლინიკის მენეჯერისთვის უფრო მოგება იქნება. და მთელი იდეა არის, რომ კარგი სისტემის პირობებში პაციენტის ინტერესების დაცვა უნდა იყოს მომგებიანი. ამაზე ვლაპარაკობთ რა, რომ იმ მენეჯერსაც კონდეს ინტერესი, რომ პაციენტის ინტერესი დაიცვას. და არსებობს თუ არა კორუფციის რისკები ჯანდაცვაში? რისკების მომენტი რა არის? და სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ, რომ არაეთიკური მარკეტინგი იქნება ეს ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, რომელიც მაგალითად ექიმებს ოფიციალურ ხთანს კონსულტაციის ფულს უხდი. არ არის ჩვენი კანონმდებლობით აკრძალული, რომ შენ თუ ზედმეტ წამალს ახლა ის ექიმი ყოველთვის იდეებს, რომ ზედმეტი არ გამომწერია, მე რაც საჭირო იყო ის გამოუწერა, პლუს დამატებით რაღაცა კიდე თავის თავსაც იმშვიდებს რა, გამოუწერს კიდე შეიძლება დამატებით მედიკამენტს, რომელიც მაინდამაინც არ არის საჭირო, მაგრამ რეალურად ამ მენეჯერი ეუნება რომ გამოწერეს, ან კიდე პირდაპირ ფინანსურად დაინტერესებული, ხო, კორუფციას ერთი, მეორე შესყიდვები ცენტრალიზებული სახელმწიფო ყოველთვის კორუფციისთან არის დაკავშირებული. მესამე ასე ვთქვათ, ურთიერთობა, ну, რა ვიცი, რა გითხრათ ახლა, ბევრი სუსტი წერტილია, რომელიც სწორედ კორუფციის
შედარებით მაღალ რისკს მოიცავს, არა მხოლოდ ჯანმრთელობის სფეროში, ზოგადად ბევრი მართულებით და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რეგულაციები, სწორი რეგულაციები, არა ზედმეტი, არამედ სწორი რეგულაციები, ოპტიმალური და მერე მათი აღსრულება. ისე, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს და ადამიანები ხედავდნენ, რომ ასე ვთქვათ, მათი ინტერესები არის დაცული და პაციენტი ენდობოდეს ექიმს, რომ ის მის ინტერესებს იცავს და არა რა ვიცი რა გითხრათ. ყველა სხვისი ფარმაცევტული კომპანიის კლინიკის ხელმძღვანელის თუ ფლობელის თუ ასე შემდეგ. და გადაცემა მისთვის ბოლო კითხვა, თუ თქვენ გექნებოდათ ძალაუფლება, რა იქნებოდა პირველი სამი გადაწყვეტილება, რასაც მიიღებდით ჯანდაცვის სფეროში? თუ ახლა როცა ასე ვთქვათ, ქონდა ამის საშუალება, რომ ეს რჩევები მეცა ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მაშინაც იგივეს ვამბობდი და დღესაც იგივეს გამემეორებ. ეს არის პირველი ჯანდაცვის რეფორმის ჩატარება, რეალური რეფორმის და ინვესტიციის და ძირითადად თანხების მიმართვა ამ მიმართულებით, რომელიც 80% ჩვენი პრობლემებს უნდა აგვარებდეს ჯანმრთელობის და პირველ რიგში იმ პრობლემების განვითარებას უნდა თავიდან გვაცილებდეს და პრევენციას უკეთებდეს, რომელიც მერე ძალიან ძვირადღირებულ კურნალობას ან ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან ქრონიკულ დაავადებაში გადაზრდილ პრობლემებს წარმოაჩენს, პრობლემებს წინაშე გვაყენებს, ხომ? ანუ პირველ რიგში პირველი ჯანდაცვა, მეორე ფარმაცევტული პოლიტიკის კუთხით უკვე გითხარით და ეს უმნიშვნელოვანესი რომ გაფართოვდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და არსებული რეგულაციების, რეცეპტურის და იმის აღსრულება რეალურად მოხდეს და მესამე მიმართულება ალბათ მე მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევას მიმართავდი, რომ კერძო დაზღვევა ასევე მოახერხოს ის, რომ პირველადი ჯანდაცვის პაკეტში სტანდარტიზება მოხდეს კერძო დაზღვევისა იმისთვის, რომ პირველადი ჯანდაცვა, რაც უნდა კაი პაკეტი ქონდეს, კერძო დაზღვევითაც პირველადი ჯანდაცვა იქ რაც არის, ვერაფერ კრიტიკას ვერ უძლებს, დაფარული რაც არის და როგორი პრინციპითაც ეს ხდება. ანუ ალბათ ეს სამი გადაუდებელი პრობლემა, ანუ გაფართოებაზე უკვე გითხარით, რომ იგივე ონკოლოგიური დაავადებები, იშვიათი დაავადებები, რომლებიც არის, მათი, ასე ვთქვათ, პრობლემების გადაჭრაც ასევე მედიკამენტური ფარმაცევტული პოლიტიკის ფარგლებში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ ეს ეხლა ჩვენ არა ვართ უკიდურესად დიდარი ქვეყანა და საჭიროები ყოველთვის იქნება ჯანდაცვაზე. ამერიკა ყველაზე დიდარი ქვეყანაა მსოფლიოში, მაგრამ ისიც ვერ ახერხებს ყველა საჭიროების დაკმაყოფილებას, რომელიც და მოთხოვნის, რომელიც მოქალაქეებს აქვს ჯანმრთელობის მიმართულებით. მაგრამ უნდა შევძლოთ ყველა იმ ძირითადი საჭიროების, საცოცხლო აუცილებელი ჩარევების და მედიკამენტების და ტექნოლოგიების და მკურნალობის დაფარო, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის საცოცხლოდ აუცილებელია და ხარისხია ეს იქნებოდა თავარი მომენტი, ანუ პირველი სამი გითხარით და სამივე მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის დაცვა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო აკაკი. მადლობა თქვენ, რომ თქვათ ესეთი საინტერესო საკითხებზე მომენტს საშუალება მესაუბრე. და ეს ის საკითხებია, რომელიც მაყურებელს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აინტერესებდა და თქვენი აზრით საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ ამ სფეროში დიდი ხანია ბრძანდებით და ამ სფეროს ეწევით თითქმის მთელი ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. მადლობა მომბრძანებისათვის და იმედია კიდევ ხშირად იქნებით ჩემი გადაცემის და ამ ტელევიზიის სტუმარი. მადლობა და გისურვებთ წარმატებას და ჯანმრთელობას უსურვებთ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს პირველ რიგში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონო აკაკი. დღეს 4 შაბათი იყო საღამოს 8 საათი, ეთერში იყო გადაცემა ანალიზის დრო. ჩემთან სტუმრად იმყოფებოდა ჯანდაცვის ექსპერტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი აკაკი ზოიძე და გემშვიდობებით ორ შაბათამდე შევხვდებით ორ შაბათს საღამოს 8 საათზე ახალი სტუმრით ისევ ტელეპლუსის ეთერში. დროებით.